იუსტიციის სახლი. ყველაფერი ერთ სივრცეში. საქართველოს ბანკი პირველი ბანკია, რომელმაც აიდ ბარაძეს საკუთარი მომსახურება ჩართო ბანკის კლიენტებს უკვე დღეიდან შეუძლიათ ნებისმიერი ოპერაციის ახალი პირადობის კონტროლით შესრულება. ამ დროისთვის აიდ ბარაძს 10-მდე ფუნქციას მოაწყობს, ბოლომდე კი ეს ციფრი 100-მდე უნდა გაიზარდოს. მარტივი მოქმედებით მხოლოდ ერთი პლასტიკური ბარათი ფუნქციების შეუდგუდავ რაოდენობას ასრულებს. ახალი პირადობის მოწყობა, ანუ აიდ ბარათი, მინაობის გარდა თითქმის ყველა ინფორმაციას სრულყოფილად იტევს, რომელიც თვეობებს ეხება. უკვე დღეიდან ბარათს შეუძლია საბანკო ოპერაციების განახორციელოს. საქართველოს ბანკი პირველია, რომელმაც საკუთარი საბანკო ოპერაციების განხორციელება აიდ ბარათის მეშვეობით დაიწყო. ყველა მომსახურება, რომელიც აქამდე სხვადასხვა პლასტიკურ ბარათებზე ცალ-ცალკე ხდებოდა, ახლა მხოლოდ ერთ აიდ პირადობაზე იქნება დატანილი. მომსახურების ცენტრში მისვლის შემდეგ კლიენტი ნებისმიერ ოპერაციას ლოგინის გარეშე შეასრულებს. ეს მომსახურება არ არის ფასიანი, ჩვეულებრივად აიდ ბარათს მოყვება თავისი პინ კოდი, შესაბამისად როგორც კი მოხმარებელი მივა მოლარე ოპერატორთან, შესაბამისად შეიყვანს პინ კოდს და მომენტალურად მოხდება მის იდენტიფიცირება, შესაბამისად გამარტივებული პროცედურაა და მიიღებს სწრაფ მომსახურებას. ახალ აიდ ბარათებს უკვე აქვთ 10-მდე ფუნქცია. ის სახელმწიფო ორგანიზაციის საშვიცაა და დაცვის პოლიციის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე შესასვლელი მოწმობაც. ვინც ჩაერთო ამ სერვისში, შეუძლიათ მხოლოდ აიდ ბარათის მიახლოებით გახსნას ან დახუროს საკუთარი დაცული ობიექტი. აიდ ბარათის მფლობელ მე-100,000 მოქალაქეს დღეს საჩუქრად კომპიუტერი გადასცეს, რომელიც სპეციალური აიდ ბარათის სამკუთხედი ფუნქციითაა აღჭურვილი. დამარ სოხაძე დღეიდან შეძლებს ყველა ოპერაციას სახლიდან გაუსვლელად განახორციელოს. ძალიან კომპაქტური არის, კომფორტული და მოსახერხებელია, სამომავლოდ გამოვიყენებ, სარწმუნოა ჩემი მეტებს გაავართლებ. ჩიპიანი ბარათის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეს თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლისას ქვეყნის პასპორტი აღარ სჭირდება. მოსახლეობა საზღვარს მხოლოდ პირადობის მოწმობით კვეთს. მომავალი წლიდან კი აიდ ბარათის ფუნქციების რაოდენობა გაიზრდება და ის 100-ზე მეტ ბარათს ჩაანაცვლებს. მინიმუმ 100 სერვისი იქნება წლის ბოლოს შესაძლებელი აიდ ბარათით, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ აიდ ბარათის მოხმარება გაიზრდება და გაუმარტივდება ყოველდღიური ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებს. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს კი მომავლის საქართველოა. 2012 წელს აიდ ბარათით შეიძენთ კონტროლულ საღამოზე დასასწრებ ბილეთებს. ფულს გადაიხდით ტრანსპორტში, მიიღებთ სასტუმროს მომსახურებას, გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს და ბარათით შვილის სწავლას გააკონტროლებთ სკოლებში. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ფუნქციებიდან, რომელიც ამ ბარათზე დაიტანება. აიდ ბარათის ღირებულება 30 ლარია. მისი აღება კი ნებისმიერ მოქალაქეს იუსტიციის სამინისტროს მომსახურების ცენტრებში შეუძლია.